ქუთაისში ევროპული მომავლის მცველები დღესაც შეიკრიბნენ მუნიციპალიტეტში უწყვეტი პროტესტის 22 დღე არის. ევროინტეგრაციის მომხრეები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ასევე უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება მოხდეს. როგორც ხედავთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან რამდენიმე ათეული ადამიანი არის შეკრებილი, გადაკეტილი არის საავტომობილო გზა. დღეს შევეცდები რიგით ქუთაისელებს ვესაუბრო, მათი სათქმელი მოვისმინო თუ რა მიზეზით გამოდიან ქუჩაში და რას ეუბნებიან არალეგიტიმურ ხელისუფლებას. უკაცრავად მთავარი არხის პირდაპირ ეთერში ვართ, თუ შეიძლება რომ გითხრათ რა არის თქვენი სათქმელი, რას ეტყოდით ქართულ ოცნებას. მოგესალმებით, ჩვენი მთავარი სათქმელი არის ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, აბსოლუტურად გაათავისუფლო ყველა პატიმარი, მიმართავთ აქედან ქართულ ოცნებას ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სანამ დროა გონს მოეგეთ, ჩვენ ქართველი ხალხი არ გავჩერდებით, დგევართ აქ, რამდენი დღეც არ უნდა გავიდეს, თუ ოცნებას ის გონია რომ ჩვენს ნებისყოფას ცდიან და ჩვენ ავდგებით აქედან წავალთ, არ წავალთ, სანამ არ ჩატარდება კიდევ ერთხელ ვამბობ ხელახალი არჩევნები, არ გათავისუფლდება ყველა პატიმარი. გთხოვთ არა, უკვე მოვითხოვთ რომ ქართულმა ოცნებამ დროულად გონს მოეგოს, ბიძინა ივანიშვილმა დროულად გონს მოეგოს და შეძლოს და გააკეთოს ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე. როგორ ფიქრობთ, დაიღლება ქართველი ხალხი? ქართული ოცნება ფიქრობს, რომ დაიღლება ქართველი ხალხი. წინ საახალწლო დღეები არის, ასევე იანვრის დღესასწაულები არის და შესაბამისად შესაძლებელია თუ არა, რომ გაფერხთალდეს ხალხის რაოდენობა ქუჩაში. არ არსებობს, ქართველი ხალხი არ დაიღლება, გამორიცხულია, როგორი დღესასწაულებიც არ უნდა მოვიდეს, მე პირობას ვაძლევ ქართულ ოცნებას, ახალ წელსაც აქ ვიქნებით, ძველით ახალ წელსაც აქ ვიქნებით, შობასაც აქ გავათენებ და აქ ვიქნებით, ყველა დღესასწაულს გავათენებ და მანამდე სანამ არ წამოვლიან დათმობაზე და სანამ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები და არ იქნება გათავისუფლებული ყველა პოლიტპატიმარი. მადლობა, ასეთი არის ერთი რიგითი ქუთაისელის პოზიცია, მე შევეცდები პირდაპირ ეთერში. სხვა აქციის მონაწილეებსაც გავესაუბრო, მათი სათქმელი მოვისმინო. ახალგაზრდებო, გამარჯობათ, მთავარი არხის პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეიძლება რომ გითხრათ, რა მიზეზით გამოდიხართ ქუჩაში, უკვე 3 კვირაზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. მოკლედ დღეს დღე ემატება და უფრო მეტ შეცდომას უშვებს ჩვენი რა ვიკერძოებული და თვითარჩეული მთავრობა. უკვე იმდენად ცუდ რაღაცებს აკეთებს, რომ უკვე სირცხვილია ჩვენი თვალიდან კი არა მხოლოდ, სირცხვილია უკვე ყველას თვალიდან, ევროპიდანაც, ანუ იმდენად შეურაცხად აქციელებს აკეთებენ, რომ სხვენია და რა თქმა უნდა დავდგეთ აქ და უნდა უთხრათ არა ამ რეჟიმს და უნდა მოგითხოვოთ ევროპულ რელსებზე დაბრუნება ქვეყნის. მადლობა. კიდევ ერთ ახალგაზრდას გავესაუბრები, თქვენი სათქმელიც რომ გითხრათ, რას ეტყოდით ქართულ ოცნებას. ქართულ ოცნებას კაიქს ვერაფერს ვერ ვეტყოდი ნამდვილად. ერთი რა შემიძლია მოუწოდო მათავთ ხო ის არის რომ უბრალოდ დაიხიონ უკან თავი გადააბიჯონ თავიან თავს გადააბიჯონ ყველაფერს თავიანთი ბატონის ბრძანებას გადააბიჯონ დაიხიონ უკან მიბართავ ყველა თანამდებობის პირს რომ ამ ხალხთან უშუალოვანი არაფერი არ არის, უბრალოდ დაადგნენ ამ ხალხის გვერდით, მოისმინონ ამ ხალხის სათქმელი, დაუბრუნონ ამ ხალხს სამართლიანი არჩევნები და მე ყველაფერი დალაგდება ამ ქვეყანაში. მანამდე იქნება აქციები, არ გაჩერდება ადამიანები, იქნებით ბოლომდე სანამ შევძლებთ. მაშასი ასეთია ვითარება ქუთაისში, როგორც ხედავთ, ადგილობრივები ამბობენ, რომ არ დაიღლებიან, არ მისცემენ ქართულ ოცნებას იმის უფლებას, რომ ქვეყნის გარუსებას შეეცადნონ.